რიკოძე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ბავშვი. არსებული ინფორმაციით ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა. კიდევ ერთი ავარია ქუთაისში მოხდა, მანქანა ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა. შემთხვევა მე-14 სკოლის წინ მოხდა, ისინი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასპინძის მიმდებარე 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების თქმით, კაცს 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით კი ის მწყემს მანახა. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული, გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. მანამდე ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 2022 წლიდან 2025 წლის სექტემბრამდე დგებუაძე ბათუმის პოლიციის დირექტორი იყო. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სასჯელს სწორედ მისთვის სილის გაწვნის მოტივით იხდის. რუსეთის ნავთობქარხნები ერთმანეთის მიყოლებით ჩერდება. უკრაინული დრონებით თავდასხმების შემდეგ ნავთობის გადამუშავება ამ კვირაში უკვე მეორე საწარმოში შეწყდა. ომსკის შემდეგ მუშაობა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა. მანამდე ივნისში უკრაინული იერიშების შედეგად მუშაობა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც შეწყდა. მისი აღდგენა სავარაუდოდ წელს ვეღარ მოხერხდება.